მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ჩვენ აი ეს დღეებია დიდი დრო დაუთმეთ ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს და კარგახანია არ ქონია საუბარი უკრაინის თემაზე, რომელიც ასევე ასახავს პოვებს, რა თქმა უნდა, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, იმიტომ რომ დღესაც ბევრს წადია რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, ჩვენ დაუპირისპირდეთ რუსეთს და საქართველოში მოხდეს გარკვეული არეულობა და ამისი ნიშნებიც არსებობს სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრი ქვეყნის აგენტურა მოქმედებს. მე დარწმუნებული ვარ რომ რაღაც გარკვეული გადაადგილებები რაც მოხდა ბოლო პერიოდში ძალოვან უწყებებში რაღაც პოზიტივს მოიტანს, იმიტომ რომ ჩვენ ყურადღების მოდუნება არ გვმართებს იმ პროცესებისადმი, რაც მიმდინარეობს. უკრაინა, რომელიც ერთ დროს იყო უდიდესი ეკონომიკის, უდიდესი პოტენციალის ქვეყანა, მიწისაგან პირისაგან არის გასწორებული. დღეს კიევს ბომბავს რუსეთის ავიაცია და ვერავინ ვერ აჩერებს ამას. მე ვეკითხები ახლა აი ამ ადამიანებს, რომ ლაპარაკობდნენ, რომ დასავლეთისკენ, ნატოსკენ უნდა ვესწრაფოდეთ. აი ესწრაფოდა უკრაინა ნატოსკენ და ევროპისკენ და ვინ იცავს დღეს კიევის ცას? ვინ იცავს იმ ქალაქებს, რომლებიც იბომბება? და არც ნატო არის, არც ევროკავშირი არის, არც რაიმე დახმარება პირიქით, აი ადამიანს რო აი სისხლს რო ამოწოვ, ისე ამოწოვეს ახლა ის ბუნებრივი რესურსები, როდესაც ითქვა, რომ ჩვენო რაც დაგეხმარეთ, უნდა დაგვიბრუნოთ უკანო. და ვერც ტრამპი ვერ აჩერებს ამ ომს, ხედავ ჩვენ. ტრამპი არის იმედგაცრუებული, იმიტომ რომ როდესაც საუბრობს იგი ამ ომზე, საუბრობს ძალიან ისეთი გარკვეულწილად იმედგაცრუებით, იმიტომ რომ მას ეგონა რომ რაღაცა როდესაც ის მოვიდოდა პუტინს დაარწმუნებდა რომ რაღაც შეჩერებულიყო, მაგრამ რუსეთი ვერ შეჩერდება, იმდენად დიდი მსხვერპლი გაიღო რუსეთმა ამ ომში, რომ ეხლა მან რომ შეჩერების გადაწყვეტილება მიიღოს, ხვალდაზე კვლავაც იგივე დატრიალდება. 2014 წელს რო შეჩერდა ყირიმზე რუსეთი, შემდგომში უკრაინამ დასავლეთის დახმარებით მოითქვა სული, გაძლიერდა და მოემზადა ახალი დარტყმისათვის. დღეს ეხლა რასაც ჩვენ უყურებთ, ეს არის დიდი მოთელვა. ყველამ კარგად იცის, რომ უკრაინით არ დამთავრდება ეს ომი და ეს უფრო სხვაგან გაგრძელდება კიდე, იმიტომ რომ ამ ომში ძალიან ბევრი ქვეყანაა ჩართული და პუტინმა ახსენა მესამე მსოფლიო ომის ვათაშორის და მედვედევმაც მინიშნება გააკეთა ბირთვულ შეერაღებაზე. იმიტომ რომ გერმანიის კანცლერმა, ახალმა კანცლერმა შოლცის გარკვეული გზა, რომელიც ჰქონდა, გააგრძელა და თქვა, რომ ჩვენო ახალი ტიპის, ახალი რაღაც გარკვეულ პაკეტს დახმარებას გაუწევთო უკრაინელებს. ომის აჩრდილი ազდევს მთელ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოსაც, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ აქ ამ ქვეყანაში ბევრს უნდა რომ სწორედ აქედან მოხდეს რუსეთზე მერე თავდასხმები და დარტყმები და საქართველოს მიკისროს რაღაც სადგისის ფუნქცია. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვეყოლება ის ხალხი, რომლებიც არიან ახლოს ომთან, ისტორიასთან და ანუ შეუძლიათ პერიპეტიები გააკეთონ წარსულის პროცესებთან და რაღაც ახლანდელთანაც შესაბამისობაში გარკვეული პროგნოზები და ანალიტიკური რაღაც სურათი დადონ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ისტორიკოსი, პუბლიცისტი, ბატონი დიტო ჩუბინიძე, მოგესალმებით ბატონო დიტო. მშვიდობისა, მივესალმები ტელეკომპანია სეზონის ერთგულ მაყურებელს. დიდი პატივისცემით. სამხედრო ექსპერტი, გენერალ-მაიორი ბატონი ტრისტან წითელაშვილი, რომელიც ყველა ომშია ნამყოფი, თითქმის საქართველოს ყველა ომში, აფხაზეთში, ცხინვალში და რახან აი სამხედრო თემატიკას შევეხეთ, ბატონო ტრისტან, მინდა რომ თქვენი დავიწყოთ. ბატონი ტრისტანი ძალიან ახალ და ცინცხალ ამბებს ფლობს უკრაინასთან მიმართებით. ასევე მას სხვათაშორის ახლა მინდა ექსკლუზიურად ტელეკომპანია სეზონის მაყურებელს ექნება ინფორმაცია, რომელიც ჩვენს გვეხება,
პოლონეთში სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით თუ როგორ ესე იგი იტყუებენ ქართველებს უკრაინის ომში ვითომდაც სამუშაოდ უშვებენ და მერე რაღაცა ხვდებიან პირველ ხაზებში. აი მოდით დავიწყოთ უკრაინა და მერე აი პოლონეთის თემა ვახსენოთ, იმიტომ რომ როგორ დარტყმის ქვეშ და როგორ ხაფანგში ებმევა ბევრი ახალგაზრდა ქართველი პოლონეთში. მოგესალმებით ბატონ ნიკოლოზ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ჩვენს მსმენელს სრულიად საქართველოს. თქვენ ახლა შეეხეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს და ისეთ თემას, რომელიც თემაც არის მთელ მსოფლიოს ინტერესებში და მათ შორის საქართველოს ძალიან რომეთქვი დიდი მნიშვნელოვანი საკითხი არის, ის საწყდება უკრაინაში, რადგან პირველი საფრთხის წინაშე საქართველოს დგას დღეს. ჩვენ არაერთხელ გავიკეთებია ანალიზები და შეფასებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობა არის უკრაინაში და როგორ მიმდინარეობს სპეციალური სამხედრო ოპერაციები უკრაინაში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ძალების მხრიდან. ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ხდება. და ჩვენ ვაფასებთ იმას, როგორ და აფერ განვითარდება მოვლენები შემდგომ სხვა დანარჩენ ტერიტორიებზე, რომელიც ტერიტორიას ჯერობით, დროებით აკონტროლებს უკრაინის თავდაცვის ძალები. თავიდან ახლა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ძალებმა დაიწყო მასშტაბური სამხედრო ოპერაციები და მართლაც რომ დარწმუნებული იყო როგორც კოლექტიური დასავლეთი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ამ სამხედრო ოპერაციებით, რომლებიც მათ ჰქონდათ ჯერ ჩაფიქრებული და მათ უნდათ განეხორციელებიათ რუსეთის წინააღმდეგ, შესაბამისად რუსეთის თავდაცვის ძალებმა და რუსეთის სპეცსამსახურებმა დაასწრეს და დაიწყეს პირდაპირ მოქმედება სწორედ იმ ლოკაციებზე და იმ მიმართულებით, რომელი მიმართულებითაც ამერიკის შეერთებულ შტატებს, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს მობილიზებული ყავდათ თავიანთი სამხედრო ქვედანაყოფები. და შესაბამისად მოქმედებდნენ ისეთი სწრაფი ტემპით, რომ მათ უკვე თითქმის დღეს და საათიც ჰქონდათ უკვე დაგეგმილი, როდის უნდა დაერტყათ დონეცკი, ლუგანსკის მიმართულებით, ხო? მაგრამ ფაქტი სახეზე არის, აქაც საქართველოშიც უცებ აიტაცეს და გამოვიდნენ და გამოდიოდნენ როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ასევე სამხედრო ექსპერტები და ისინი უკვე კრემლში იძენ პუტინის კაბინეტში და უკვე რუსეთს ინაწილებდნენ რა ასეთი ინფორმაციით კვებავდნენ საზოგადოებას და ასეთი მიმართულებებით მოქმედებდნენ და ბევრი ექსპერტი კიდევ ტანკებსაც ვერ ითვლიდა. აი რამდენი ტანკები ყავდა რუსეთს და თუ რა ესე იგი მიმართულებით მოქმედებდა რუსეთის ქვედანაყოფები. მაგრამ შევხედეთ თუ რა მოხდა. მოხდა ის რომ აი პირდაპირ აი ამ საბრძოლო მოქმედებების დროს და ამ საომარი მოქმედებების დროს რუსეთმა დღითიდღე მოიკიდა ფეხი და შესაბამისად აამოქმედა მთელი თავისი აი რომ ვიტყვი სამხედრო მრეწველობა და მთელი მანქანა აამოქმედა იმ დოზით რომ მთლიანობაში შეწყმულად განავითარა ყველა მიმართულება, სამხედრო მიმართულება და დღეს უკვე ფაქტი სახეზე არის რუსეთის თავდაცვის ძალები აღმოსავლეთ უკრაინის 70%-ს აკონტროლებს და აი აგზელებს სამხედრო ოპერაციებს იმ მიმართულებით, რომელი მიმართულებითაც არის მნიშვნელოვნად აუცილებელი სამხედრო თვალსაზრისით, რომ გააკონტროლო ყველა ის საკვანძო სამოქმედო ტერიტორიები, რომლის საფუძველზეც შესაბამისად შემდგომ დაიწყებ მოქმედებას შემდგომი სამხედრო ოპერაციების განხორციელების მიზნით. ამას აკეთებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ძალები და ამ მიმართულებით ის მიმდინარეობს. ის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პერიოდში ცვლის სამხედრო ტაქტიკას, ცვლის სამხედრო ოპერაციებს და პირდაპირ დახვეწილად მოქმედებს. ჩვენ არაერთხელ გვითხოვთ იმასთან დაკავშირებით, როდესაც კურსკის მიმართულებით ძალიან შეცდომა და დანაშაული იყო უკრაინის გენერალიტეტის მხრიდან და უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან, რომ კურსკის მიმართულებით შეიყვანა ეს ელიტარული ბრიგადები, რომელიც ელიტარული ბრიგადებიც იყო მომზადებული საფრანგეთში, ინგლისში და გერმანიაში, ეს იყო სარეზერვო ძალები და მთელი ეს ტექნიკა კურსკის მიმართულებით გადაისროლა აბსოლუტურად. მისი მიზანი იყო, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გაეხსნა ფრონტი და ემოქმედა სწორედ იმ მიმართულებით, რომელი მიმართულებითაც შესაბამისად ის მოახდენდა რას? მოახდენდა იმას, რომ რუსეთი გაებებოდა ხაფანგში
და ძალები, რომელიც ძალებიც მას ყავდა მობილიზებული დონეცკი, ლუგანსკის მიმართულებით, ისინი ამ ძალებს გადმოესვირდნენ კურსკის მიმართულებით და ჩაებებოდნენ სწორედ ამ მასიურ ბრძოლებში, მაგრამ არ მოხდა ეს. იმიტომ არ მოხდა, რომ რუსეთს ყავდა სარეზერვო ძალები და შესაბამისად ამ სარეზერვო ძალების საფუძველზე მოხდა ის, რომ კურსკი განათავისუფლეს. აი უზარმაზარი სამხედრო, ესე იგი, რომ ვიტყვი, მოქმედებები მიმდინარეობს დღეს რუსეთის მხრიდან. ეხლა ამ საბრძოლო ოპერაციებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კოლექტივურმა დასავლეთმა გააკეთა ის, რომ მთელი დაქირავებული ძალები გადაესროლა უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან უკვე ფაქტიურად საფრთხის წინაშე აღმოჩნდა უკრაინა და ასეც არის, რომ არა თუ მარტო აღმოსავლეთ უკრაინას და ეს რუსეთის ფედერაცია დაკმაყოფილდება და დონეცკის, ლუგანსკის და სხვა მიმართულებების საზღვრების აღდგენაში, არამედ ის აგზელებს სამხედრო ოპერაციებს, მისი მიზანია დაიკავოს ოდესა მთლიანად და გზა გახსნას დნესტრისპირეთსა და ტირასპოლზე, მისი მიზანი არის, რომ მთლიანობაში თავიდან ბოლომდე მოახდინოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განიარაღება და ფაქტიურად აიღოს ხელში უკრაინის კონტროლი. ბატონო, აი პოლონეთის თემა შეეხება. რა შეეხება პოლონეთის თემა? აი ხა თქვენ ბრძანდებოდით იქ და გარკვეული სქემა გაშიფრეთ, როგორ იტყუებენ ქართველებს ომში. აი ამაზე რო გითხრათ. მოკლედ საქართველოში ჩვენ კარგად ხედავდით, რომ იყო დრო, რომ ჩარტერულ რეისებს ითხოვდნენ, ხო? ჩარტერულ რეისები დაენიშნათ, ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებიც იყო, გამოდიოდნენ პოლიტიკური პარტიის ლიდერები და ჩვენ უნდა ჩავებეთ ამ ბრძოლაში და ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენ მოძმე და ჩვენ ესე იგი რომ ვიტყვი სტრატეგიულ პარტნიორს უკრაინელ ხალხს და ჩვენ უნდა აუცილებლად მივიღოთ მონაწილეობა და ამან განაპირობა შემდგომ შესაბამისად და ისეთი წავიდა ინფორმაციული ომი წავიდა საქართველოში, რომ თითქოს და უკვე უკრაინა ომს იგებდა და ამით უკვე მუხტიაციეს აქაურმა აგენტებმა, პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა, აგენტებმა ახალგაზრდობაში, რომ თითქოს თუ არ ჩავებეთ ჩვენ ამ ომში, საქართველო უკვე ისეთ ადგილას აღმოჩნდება, რომ ბოლოს მერე ჩვენ შევწყვებით უკრაინელებთან და ამიტომ თან ისეთი იდეოლოგია ააგორეს, რომ უკრაინაში ომი არის საქართველოს განთავისუფლება. ეხლა მე კი ვყავ შეკითხოს როგორ და რა კუთხით ხდებოდა უკრაინაში რო ჩადის ადამიანი ღებულობს საომარ მხედრების მონაწილეობას და ამ შემთხვევაში როგორ თავისუფლდება საქართველოს ეს საკითხავი არის ხო ახლა რა გააკეთეს მათმა ვინაიდან ეს ვერ მოახდინეს ამ სიტუაციის აი მასშტაბებში გადაყვანა საქართველოში და ვერ ჩარტერული რეისები დანიშნეს ვერც მობილიზაცია მოახდინეს მათმა გახსნეს შტაბები ევროპის სხვა ქვეყნებში და მათ შორის პოლონეთში, სადაც ვარშავაში არის გაიხსნა რამოდენიმე შტაბი. მე ამის შესახებ მქონდა ინფორმაციები და გარკვეულად ესე იგი თუ ვიდმე ქართველი უკვე გარდა იმ ზონდერებისა, რომელიც ზონდერებიც თავის დროზე სააკაშვილმა ჩაიყვანა უკრაინაში და ფაქტურად მიაღებია ყველა იმ ბინძურ ოპერაციებში მონაწილეობა მაიდინიდან დაწყებული შემდგომ კიდო იქ ოდესაში პროფკავშირების შენობაში ხალხის განადგურებაში, ხო? ამის გარდა შემდგომ უკვე აი ეს ზონდერები ჩაებდნენ დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის მიმართულებით და მარიუპოლის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებებში. ნუ ახლა რესურსი იწურებოდა, ხო? ახლა იმასთან დაკავშირებით რომ ძალიან ბევრი ქართველი დაიღუპა სამწუხაროდ. ძალიან ბევრი ქართველი და ამ ქართველების დაღუპვა არის ამათ კისერზე. ახლა უკვე საჭირო იყო მასშტაბებში გადასულიყო ქართველების სახელი უკრაინაში და ქართული ქვედანაყოფების რაოდენობა გაზრდილიყო. ამიტომ მათმა გააკეთეს ესეთი რაღაცა უკვე მაშინ ვარშავაში გახსნეს შტაბი. ამ შტაბში ახლა როგორი იყო? ნუ ახლა თქვენ კარგად მოგეხსენებათ ევროპის ქვეყნებში ძალიან ბევრი ქართველი ახალგაზრდა წასული სამუშაოდ იმისათვის რომ რაღაც ლოკმაპური იშოვოს და ოჯახი შეინახოს და მით უმეტეს ვარშავაში ძალიან ბევრი ქართველები არიან და სწორედ აი ესეთი რაღაც ხდებოდა. უკრაინელები, ქართველები და მათ შორის ამერიკელებმა გახსნეს რამოდენიმე შტაბი ვარშავაში. ამ შტაბში იტყუებდნენ ქართველ ახალგაზრდობას და ადევნებდნენ კონტრაქტებს. თითქოს ისინი გაყავდათ უკრაინაში დანგრეული ქალაქების ასაღდგენად და ასევე ესე იგი დახმარების მიზით უკრაინელი მოსახლეობასთან მიმართებაში და აფორმებდნენ კონტრაქტებს საკმაოდ სოლიდური თანხა იყო ამ კონტრაქტებში მითითებული და ეს სოლიდური თანხა იმიტომ იყო მითითებული რომ სატყვა არა ყოფილიყო იმ ახალგაზრდების რომელი ახალგაზრდებიც მუშაობდნენ ვარშავაში და შესაბამისად 50 კაციანი ჯგუფები იქმნებოდა როდესაც ეს 50 კაციანი ჯგუფი შეიქმნებოდა შემდგომ ისინი გადაყავდათ უკრაინის ტერიტორიაზე პირდაპირ და მათმა იცოდნენ რომ
რომ ისინი მიდიოდნენ სამუშაოდ იქ უკრაინაში, ქალაქების ასადგენად და მოსახლეობის დასახმარებლად. და ისინი ხვდებოდნენ ლვოვში არის ესეთი კერძო სამხედრო ბაზა არის, სადაც მზადდება დაქირავებულები და შემდგომ გადაყავთ წინა ხაზი. ისინი აღმოჩნდებოდნენ ლვოვში აი ამ კერძო სამხედრო ბაზაზე, რომელიც სამხედრო ბაზასაც კურირებს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი გენერალიტეტი, ინსტრუქტორები და სამხედროები. და ფაქტიურად იქ ხდებოდა ყველანაირი კომუნიკაციები. ჩამოართვებდნენ მობილურ ტელეფონებს და შემდგომ რაღაც ორკვირიან მომზადებას გადაიოდნენ. ორი კვირა ეს არის ძალიან მინიმუმი არის, როცა შენ რაღაც ახალგაზრდა მებრძოლთან კურსს გადიხარ, სადღაც 3 თვე მაინც უნდა იყოს მაქსიმუმი, რომ შენ იარაღი გაიღო და იარაღი მოქმედება იცოდე და როგორ უნდა იმოქმედო საბრძოლო მოქმედებების დროს. აი 3 თვე მაინც გენა მაქსიმუმ, ხო? ესენი ორ კვირაში უკვე მათ იქ ამზადებდნენ და შემდგომ პირდაპირ ისინი გადაყავდათ წინა ხაზზე. წინა ხაზზე თქვენ წარმოიდგინეთ ნომერ პირველ მებრძოლად და ფაქტიურად უკვე აქ წდებოდა ყველაფერი. ნახეთ რა ხდებოდა კიდევ და რას მივაქციე ყურადღება? ისინი გადიოდნენ სამედიცინო შემოწმებას და ეს სამედიცინო შემოწმების საფუძველზე ხდებოდა ისტორიის შექმნა. ახლა რა ხდება? ეს ჯგუფი, რომელიც ჯგუფიც გადაყავდათ წინა ხაზზე, მათ უკან ეგრეთ წოდებული საგრანატრიადი უდგა ფაშისტების, თუ ვინმე იქიდან ვინმე დააპირებდა წამოსვლას გამოქცევას, პირდაპირ ხრეტდნენ იქვე წინა ხაზზე და თუ ვინმე ჯარისკაცი დაიჭრებოდა საბრძოლო მოქმედებების დროს სპეციალური ავტომობილი ედგა რაღაც რამოდენიმე მეტრის მოშორებით დაჭრილების ევაკუაციის მიზნით. შეყავდათ ამ სპეციალურ ავტომობილში და ამ დაჭრილ ჯარისკაცს აწვდიდნენ ჯამთელ ორგანოს. ჯამთელ ორგანოს აჭრიდნენ, რომელიც ორგანოს გადადიოდა სპეციალური კონტეინერით და ამის ბიზნესიც ჰქონდათ გაჩაღებული და აქვთ კიდევაც დღეს ეს ყველაფერი მათ გაკეთებული და ბევრი ქართველი მოყვა ამ ხაფანგში და ამან განაპირობა ბევრი ქართველების მსხვერპლი აი ამ ბინძურ სქემაში. და მე ვიყავი, მივედი ამ შტაბში, როგორც ესე იგი მსურველი, როდესაც ჩავედი ვარშავაში ბატონო ნიკოლოს, რომ თითქოს მე ვარ მსურველი, ვარ ვარშავაში მუშაობ აქ და მინდა რომ აი ჩავიდე უკრაინაში და მივიღო მონაწილეობა რა ქალაქების აღდგენაში. იმაში თავიდან რომ შევედი, შემხვდა ადამიანი, რომელიც გამესაუბრა და რაღაც პირობები მითხრა და ამ დროს ერთ-ერთი გამოვიდა მეორე ოთახიდან და დამინახა სახეზე და მიცნო. მიცნო იმ როგორც დავინახე, შევიდა უკან ეს ადამიანი ოთახში და ეტყობა მას ტელეფონზე დაურეკა, უკვე ტელეფონზე უპასუხა, უთქვა რომ ისადა წითელაშვილი არისო და შეწყვიტა ჩემთან ყოველგვარი კომუნიკაციები აბსოლუტურად. მეორე დღეს მივედით მე რამოდენიმე ადამიანი, რომ ჩვენ გვინდოდა ფაქტიურად ეგ ამასთან დაკავშირებით ხმაური აგებტეხა და გამოიძახეს პოლიცია. პოლიცია გამოიძახეს და პოლიცია გამოვიდა. პოლიციას მე წარვდგინე სათანადო დოკუმენტაციები ყველაფერი აბსოლუტურად მოწესრიგებული მქონდა და ვინც ვიყავი და პირდაპირ უთხარი პოლიციას მე უნდა მოსულიყავი თქვენთან განყოფილებაში, კარგი არისო თქვენ ესე იგი მობრძანით აქ. მე ჩამოვედი საქართველოსდან იმისათვის რომ რაღაც გარკვეული ინფორმაციები მქონდა და ამ ინფორმაციების საფუძველზე მინდოდა დარწმუნებულიყავი მე ვარ სამხედრო ექსპერტი, ესა და ეს ადამიანი მუშაობ ამ მიმართულებით და ვაკეთებ ანალიზს და ვაკეთებ რაღაც გარკვეულ გათვლებს და აი ამ შტაბში ვეუბნები პოლიციელებს ასე სიტყვით აი ამ შტაბში მზადდებიან ტერორისტები, რომელსაც შემდგომ გადაყავთ სხვადასხვა ქალაქებში. ამას ვეუბნები და ამ შტაბს ხელმძღვანელობს აი ეს ადამიანები, რომელი ადამიანებიც არის პირდაპირ აი ეს მომზადებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოახდინონ ამ თქვენ გაქვთ აგრე ბილეთი ზეგ უკვე მიდიხართ საქართველოში და ამიტომ თქვენ დაგიყვანოთ ახლა პოლიციაში და განცხადება დაგაწერიოთ შესაბამისად სანამ ამ განცხადებას ჩვენ მივცემთ უკვე და საიმას სვლელობას თქვენ ჩამორჩებით თვითფრინავს დაზარალდებით და აქედან მეუთხარი არა უშავს მე დავზარალდე მზათავა რომ ბილეთი გავაოქმო მზათავა რომ დავრჩი ერთი კვირა და ვითანამშრომლო გამოძიებასად ანუ რა ხდება იცი ანუ ეს შტაბები რომ გაიხსნა ეს შტაბები არის შეთანხმებული ძალოვან სტრუქტურებთან ეს შტაბები არის შეთანხმებული ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელობასთან და ამ შტაბებში ხდება სწორედ მოტყულების მიზნით მიიყვანა იმ ადამიანების და შემდგომ გადაყვანა უკრაინაში წინა ხაზზე ნომერ პირველ მებრძოლად და ფაქტიურად
ადამიანები, რომლებიც არიან მოუმზადებლები, იღუპებიან წინა ხაზზე და შესაბამისად აი ძალიან საინტერესო. მე ვფიქრობ, აი მარტო ამ ინფორმაციით უნდა დაინტერესდნენ ჩვენი ძალოვანი უწყებები, რომ აყვეთონ ქართველების გადინება. ვიტომ 100 მილიონი ვიყოთ. ეს ყველა ცხელწელტირში ქართველები არის. სირიაშიო, ავღანეთშიო, ერაყშიო, უკრაინაშიო. ესე იგი თვითონ დაუშრეტელია ქართველი ერის გენოფონდი რა. და ვითომ ესე იგი ჩვენ ვართ ულევი და ამ დროს ესე იგი პატარავდებით, ამ დროს ვქრებით და მიდიან იქ ესე იგი ტყულდებიან ეს ჩვენი ქართველი ბიჭები, კაცო, ყველა ვინც არ უნდა იყოს რა პოლიტიკური შეხედულების არ იყოს, არავის სიკვდილისთვის არ გვემეტება და ეხლა იცით რა, რაღაცა ზომები არის მისაღები აუცილებლად ამ მიმართულებით. მთავარი არის ეს შტაბი არის გახსნილი ნაციონალურ მოძრაობის მიერ. ნაციონალ იქ ნაციონალები იყვნენ, კაცო, მე რომ მივედი და ნახე, მე ვიცანი ისინი. იქ მიდის მაქარაშვილი, იქ მიდის კაცარავა, ესენი არიან ამ შტაბების ირგვლივ უყლანი. ვარშავაში რომ მოგზაურობენ, ხშირად ისთვის მოგზაურობენ ესენი ვარშავაში. იმიტომ რომ შემდგომ რა თავარი რა არის, იცი? კონტრაქტი რომ მიდება რა, კონტრაქტში ხომ არ მიდითებული. ანაზღაურებას არ აძებენ ამ ადამიანებს. როცა მოდის, ეხლა მე პიტაპი გეკითხეთ, მე იქიდან წამოვიყვანე ერთ-ერთი მოტყულებული ადამიანი, გასაგები გავი. დააღწია თავი, დააღწია მომბედურებას და ის ისეთ რაღაცებს ყვება, ჯერ ის არ არის მზად. მე გავაგზავნოთ ბატონთვის და არ გვინდა რომ პარიტეტი დავარღვიოთ ჩვენ ბატონი. არა, საინტერესო წავიდა. ეხლა მე მინდა რომ ეს თემა გავაგზავნოთ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, აი ასეთი არა, უდიდესი ფული კეთდება იქ. რა თქმა უნდა. უდიდესი ფული კეთდება და აი ამ ყველაფერს უწყობს ხელს ის იდეოლოგია, რომელიც უფევს დღეს საქართველოში. რომ ესე იგი უკრაინაში წყდება საქართველოს ბედი, რომ უნდა წავიდეს თითოეული ქართველი იომოს, ამ უკრაინის დროშები ხა იმდენად უკვე აღარ არის თბილისის ქუჩებში, უფრო ადრე უფრო მეტი იყო და მიდის იდეოლოგია უკრაინა, თვითონ არც ერთი არ მიდია, გინახიათ რომელიმე ამ გენერლის, პოლიტიკოსის შვილი წასული უკრაინაში. უნდა წავიდეს ვიღაცები შვილი, ისინი მოკვდნენ და ამათმა მე გამოვიდონ იქა და ესე იგი განცხადებები აკეთონ, რომ აი მაგალითად ბარამიძე რომელიც გამო ჩარტერული ესი და ბარამიძე შვილი ხო ყავს გაუშვას იქა უკრაინაში. აი თვითონ წავიდეს ომში, კაცო. ეგ ბარამიძეები ესენს უყულა მიმბული არიან ამ შტაბზე. აი ხა ერთი რამე მინდა. ფინანსდებიან მაგით რა. აი ხა 26 მაისი იყო, ხო? ესე იგი, აი ეს რიცი ბრალია, არასწორად აღზრდილი თაობები შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. იმის მაგივრად ეხლა გვახსოვს 26 მაისი იყო, 9 აპრილი იყო, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები იდგნენ სხვადასხვა მიმართულები და ეხლა ესე იგი სდიან თაობებს იმისთვის რომ აი მაგალითად ვინმე რომ ამოიღებს სასქესო ორგანოს და მიაფსამს რაღაცას ამას ტაშტუკრავენ გამოვა ცისფერი თუ გეი თუ ვიღაცა ამას ტაშტუკრავენ და თურმე იცოდით თუ არა თქვენ აი ბატონო დიტო თურმე იმიტომ მოვედი ჩვენ აქამდე ესე იგი დღემდე ქართველი ერი რომ ჯიუტი მყოფილი ვარ ჩვენ ესე იგი წინ ეხლა ამათ როგორ ესმით იცი ჩვენი თვითყოფადობა და დღემდე მოსვლა რომ აი მაინც ესე იგი ჯიუტად ესე იგი არავითარ კანონზომიერებას არ უნდა დავემორჩილოთ ამ დროს გიორგი მწყინვალე ყავდა რომელმაც კაცმა ჯიუტად კი არა თავისი ტვინით გააერთიანა საქართველოს ისე რომ ნაკლები მსხვერპლი იყო ჩვენ ყავდა დიდი მეფეები რომლებმაც დაელოდნენ თავის ჟამს დავითი იხდიდა ხარკს გიორგი მწყინვალეც ხარკს იხდიდა და ესე იგი ისე მოხდა საქართველოს გაერთიანება. აი ხა განახებთ კლიპს. რომელი გამოვა? გელაშვილი. გამოცანთ. ეს საქართველო ყველაზე ჯიუტი ადამიანების ქვეყანა. მაშინ როცა მთელი მსოფლიო დღესასწაულებს ერთხელ აღნიშნავს, ჩვენ ორჯერ მაშინ როცა ყველას დამწერლობა ერთმანეთს წააგავს, ჩვენ გვაქვს თანაც სამი. ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ადგილებში, სადაც ზოგადად ადამიანები არ ცხოვრობენ. რატომ? იმიტომ რომ ასე გვინდა, ასე გვჯერა. ერთი ჩვენი პოეტი ისე გაჯიუტა, რომ 1679 სტროფი დაწერა და ჩვენც ჯიუტად არ ვიზებია. სიმღერაში ჯიუტები ვართ, ყველა თავის ხმას ხვევს. შეიძლება სიმართლის თქმაშიც ისე გავჯიუტეთ, რომ ქვეყნის სიძულვილი დაგვაბრალონ, ბრიყვებმა დაგვაბრალონ. აი როცა მტერი გვიტევდა, იმდენ სიგრძეს ვაკეთებდით, ისევ ჯიუტებოდით, რომ მიღლებოდით და თავს გონებოდით. ესენი ვერ არიან და მართლაც ვერ ვართ. დარბევის წინ მტერს შეიძლება სიმღერით დავხდით და დამარცხებულმაც ჯიუტად არ დავიჩოქოთ. ასე თავგანწირვით არავის უბრძოლია, ჯიუტად დაჩემებული დამოუკიდებლობისთვის.
ენისთვის, რომელიც მარტო ჩვენ გვესმის, მიწისთვის, რომელიც შეიძლება დიდი არ არის, მაგრამ მაინც ყველაზე ძვირფასია. ალბათ ამ სიჯიუტენ მოგიყვანა აქამდე, თორემ ისეთ გარემოში ვიყავით, ჯიუტის გარდა ვერავინ გადარჩევოდა. დღეს ჩვენი დღეა. ყველაზე ჯიუტი, ყველაზე თავნება და ყველაზე დამოუკიდებელი ხალხის დღე, რომლებიც საუკუნეებია ასე ჯიუტად ვამტკიცებ, რომ შეუძლებელი შეგვიძლია. მთავარია გჯეროდეს. ეხლა მხოლოდ TBC ბანკის მამუკა ხაზარაძის კანტორა შეეძრო ასეთი სულელური კლიპის გადაღება. თურმე სიჯიუტე მოგვიყვანა ჩვენ დღევანდელ დღემდე. თურმე სარწმუნოებას, თურმე ჩვენ გონიერებას, თურმე ჩვენ ეხლა ამითი რა არის, რა კოდია იცი ჩადებული? რომ აი ქუჩაში რო დგანან, იქ რო წერია 260 დღე, ხო? ეს არის ირიბი მხარდაჭერა მათთვის, რომ აი ჯიუტად ხო არიან, იქ არიშლებიან და უნდა გააგრძელოთ ბრძოლა. თურმე ის ყოფილა კარგი შოთა რუსთაველის ლექსი რომ ჯიუტად არის ზეპირებთ, ეს ყოფილა ესე იგი კარგი. თურმე ის რომ კლიპს იღებდა ერთ სიტყვას არ იტყვი რომ 6000 გარეჯელისა და 100000 ბოწამის ყავს და ერთ სიტყვას არ ჩადებ ამ კლიპში, ეს ყოფილა კარგი. თურმე ის რომ რეალურად ერთი მეფის და ერთი დიდი ჩვენი წინაპრის იმას არ ჩადებ, ილია ჭავჭავაძეს ისე ახსენებენ თვითონ რამეს აქვს ილია ჭავჭავაძე. ესე იგი აი ეს ძიან, ესე იგი თურმე ჯიუტი უნდა იყო მთავარია, გესმით? და ამითი თურმე შენ დაიცავ თვითყოფადობას. აი ეს ვინც გადაიღო, თავში უნდა ურტყა ის ლეპტოპი და ბოლო-ბოლო შეიძლება რაღაცა შევიდეს ალბათ. არ ვიცი, საიდან მოდიან აი ესეთ რაღაცებს ქმნიან და ამით ახალგაზრდებს ეუნებიან ირიბად, რომ თქვენ ესე იგი მიდით, არაცავი გონიერება არ გამოიჩინოთ. გონიერება მოგვიყვანა ჩვენ აქამდე და ჩვენ მარ წვენამდე. და არა იმან ჯიუტად რამდენი მოვიკეთეთ, იმდენი კისერი მოვიტეხეთ ჩვენ. პირიქით საქართველოსთვის სიჯიუტე რამდენჯერაც გამოვიჩინეთ, იმდენჯერ ქართველმა კაცმა კისერი მოიტეხა. და ესენი გვეუბნებიან, რომ თურმე ეს ყოფილა ჩვენი აქამდე მოყვანის მიზეზი. გესმით თქვენ? სიჯიუტემ ძალიან ბევრჯერ ავნო, არა მარტო საქართველოს, არამედ უდიდეს ერებს, უდიდესი ცივილიზაციის, უდიდესი კულტურის სახელმწიფოებს, რომლებმაც მთელი რიგი მიღწევები შექმნეს, როგორც ტექნიკის, ასევე სამხედრო ხელოვნების, ზოგადად ხელოვნების სფეროში და დღეს ისინი აღარ არსებობენ ჩვენს გვერდით, საბედნიეროდ ჩვენ ვართ, ჩვენ ვარსებობთ, ჩვენ ვცოცხლობთ და თუ კი ჩვენ დღეს მოვედით დღესამომდე, თუ დღეს ჩვენ ერთმანეთს ქართულად ვესაუბრებდით და ვაგებინებთ რაღაც აზრს, ჯერ კიდევ შეგვჭა ამის უნარი, ეს არის უპირველეს ყოვლისა იმ ბრძოლის, იმ გამიზნული ბრძოლის, იმ პოლიტიკური შორსჭრეტელობის, ლავირების შედეგი, რომელიც გარკვეულ მომენტებში ქართულ პოლიტიკას ალბათ ჰქონდა და ალბათ ამანაც გადაგვარჩინა. საქართველოს ისტორია, ძვირფასო მეგობრებო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. სხვა არაფერია თუ არა სცილასა და ქალიბდას შორის სვლა. ესე იგი უარესსა და კიდევ უფრო უარეს შორის არჩევანის გაკეთება. ჩვენ დიდი არჩევანი არ გქონია არასოდეს. ის ერთმორწმუნე ბიზანტიაც კი ჩვენი დაუძინებელი მტერი იყო და როდესაც დავით აღმაშენებელს მოუხდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე, აი ქირურგიული ჩარევა თუ შეიძლება ასე ითქვას და ეკლესიის გასათავისუფლებლად და ეკლესიის გასაწმენდად რადიკალური ღონისძიებების მიღება, აი ის ხალხი, რომელიც გამოძევებული იქნა ტაძრებიდან, რომლებსაც მყესებიც კი გადაუჭრეს, რათა ეფორთხათ თავიანთი ცოდვილი სხეულებით დედამიწაზე, აი ის ხალხი იყო, რომლებიც ბიზანტიის იმპერიამ მიზანმიმართულად შეაგზავნა ქართული ეკლესიის სიახში, რათა გაერყვნა, წაებილწა ჩვენი სულიერების სათავე, ჩვენი სულიერების წყარო, იმდენად რამდენადაც მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ როცა ეკლესიაში ადუღდება, რო იტყვიან კუპრი, მერე ერშიც ვერ არის კარგად დალაგებული საქმე. რაც შეეხება სიჯიუტეს, თქვენ რა გიკვირდე, ბატონო ნიკოლოზ? ესენი არ არიან ჯიუტებს რო აფინანსებენ ორგანიზაცია ჯიუტებია. ხო არსებობს ეგეთი ორგანიზაცია, მე ხო არ მეშლება რა იმე არა. რა ჯიუტებზია ლაპარაკი? და ვისე ჯიუტები თქვენ? ესე იგი ესენი არიან დანებებულები მთლიანად თავიდან ბოლომდე, გახედნილები არიან, LGBT აი ამ სოდომიის უნაგირი ადებთ ზურგზე
და იძახიან ჯიუტები ვართო. კი მაგრამ ბატონო მამუკა, ვინ არის ჯიუტი? თქვენი ქალიშვილი არის ჯიუტი, LGBT-ში რო შეაგდეთ ახალგაზრდა გოგონა და რაღაცა ის გეი ფილმი თუ რაღაცა გადააღებინეთ და იქ ფესტივალზე გამარჯვება მოიპოვა? ეგ არის სიჯიუტე? ეგ არის სოდომიაში ჩახჭობა და წნილებისთვის თავის მიცემა და შენ თავს ვერ დაიძრნენ. ვერ დაიძრნენ, შენ ნაძირალა რო გაიძახი რომ ჩემი გვარიო ხარისგან და ზარისგან მოდისო. ხარისგან და ზარისგან კი არ მოდიხარ, მე გვარს არ შევეხები. შენ ახარ შევარდნაძის LGBT მოძრაობის ნაყოფი რა. პირდაპირ გეუბნები. რა შეეხება ისტორიის უგულებელ ყოფას და სიჯიუტეს? ელემენტარული ცოდნა იყო საჭირო იმისთვის. ელემენტარული ცოდნა იყო ძვირფასო მეგობრებო იმისთვის საჭირო რომ ის რაც დღეს უკრაინაში ხდება საშუალოზე დაბალი დონის ისტორიკოსი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი იწინასწარმეტყველებდა ამ შედეგს. ყოველთვის დასავლეთი ხელს აფათურებდა რუსეთის საშინაო საქმეებში უკრაინის მეშვეობით. რუსეთს აქვს პრეტენზია კიევზე, იმიტომ რომ კიევი არის ყოველთა რუსულ ქალაქთა დედაქალაქი. უპირველესი რუსული ქალაქი. საიდანაც იწყება თუ შეიძლება ასე ითქვას კიევის რუსეთის ისტორია. ყველაზე მთავარი, გავიხსენოთ ჩვენ რა მოხდა ბრესტის უნია 1596 წლის ოქტომბერში. რა გააკეთა რომის პაპმა კლიმენტი მერვემ. კლიმენტი მერვემ კიევის მიტროპოლიის მართლმადიდებელი არაერთი ეპარქია შეიყვანა რომის კათოლიკური ეკლესიის დაქვემდებარებაში. ამით მან ფაქტობრივად ცეცხლი შეუნთო და ფითილიანი ბომბი შეუგორა რუსულ-უკრაინულ ერთობას. ფაქტობრივად ბიძაშვილებს შორის ჩამოაგდო მარადიული შუღლი. ეს სპეციალურად გაკეთდა იმისათვის, რათა დღევანდელი შედეგი დამდგარიყო. დღევანდელი შედეგი დამდგარიყო. აი ბრესტის უნია 1596 წლის ოქტომბრის დათარიღებული, ვისაც არ გსმენიათ ამის შესახებ, ძალიან გთხოვთ ძვირფასო მეგობრებო, კარგად გაეცანით, რატომ მოხდა რომ რომის პაპმა კიევის მიტროპოლიის ქვეშ დაქვემდებარებაში მყოფი ეპარქიები რომის კათოლიკური ეკლესიას დაუქვემდებარა. ამით მან მოახდინა ეგრეთ წოდებული რასკოლი, რუსულ ტერმინს თუ გამოვიყენებთ. უფრო მეტსაც გეტყვით 1686 წელს რუსეთმა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო რომელიც ჯერ კიდევ არ იყო იმპერიად გამოცხადებული და ჯერ კიდევ პეტრე პირველი არ არის ხელისუფლებაში მოსული, რეჩპოსპოლიტასაგან 50,000 რუსულ რუბლად იყიდა ქალაქი კიევი. რომელ დამოუკიდებელ უკრაინაზე ვლაპარაკობთ, ძვირფასო მეგობრებო? არ არსებობს ეგეთი სახელმწიფო, არც ყოფილა არასოდეს. ეგ არის ყურით მოთრეული ზღაპარი და ეხლა ნუ გამომიხდებიან ის ეგრეთ წოდებული ისტორიკოსები, რომელთა მშობლებიც პარტისტორიას და მეცნიერულ კომუნიზმს ასწავლიდნენ იმაში, რა ქვია, უნივერსიტეტებში. ნუ გამომიხდებიან. არა, ეხლა რა არის ბატონო დიტო? ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახალგაზრდობა, რომელსაც წიგნის დაჭერა არ უნდა, რომელსაც ხოლო TikTok-ის ჩაწერა გონია პატრიოტიზმი და ესე იგი იქ რუსთავზე რომ მივიდეს და იყვიროს და იწივლოს რაღაცა საშინად. არავის არ უნდა სამოქალაქო, ესე იგი ჯონ კენედიმ რა თქვა? შენ თავს კითხე რომ სამშობლოს რა გაუკეთე? კი ბატონო. შენ თავს კითხე. შენ იმას კითხულობ სამშობლომ რა გაგიკეთაო? ამერიკამ რა გაგიკეთაო? არამედ შენ თავს კითხე ამერიკას რა გაუკეთებ. და ჩვენთან რა არის, ცით, ადამიანი იბადება, მშობლები აძლევენ სიცოცხლეს, საცოდავი ჩვენი ეს ემიგრანტები გადახიზნული არიან უცხოეთში, ესე იგი აგროვებენ და ეს შვილები აგერ ლისზე მიდიან და პიდარასტებს დასშუქრა. კი ბატონო, ეგ არის ბედურება. მე ესე იგი იმის მაგივრად შვილები გააჩინოთ, ზაღლები დარბიან. ანუ იცით რატო რომ არ უნდათ პასუხისგებლობა და მარტო რო არ იყვნენ ზოგიერთს იმის თავი რომ არ აქვს ბოდიში და ქალთან კონდეს ურთიერთობა ზაღლებთან აქვს და ზაღლები დაკავთ რა. ეს არის ჩვენი საზოგადოება, მეგობრებო.
საძაღლეთად იქცა მთელი საქართველო. იმის მაგერად ქუჩაში ბავშვები ჯრიამული ისმოდეს, ძაღლები ჯრიამული ისმის ყველგან. ყველა კუთხეში ასეთი რამე სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ბევრ ქვეყანაში დავდივარ, ევროპაში დავდივარ სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ასეთი რამე მე არ მინახია, რომ აი ესე იგი ესეთი არანორმალური საზოგადოება. სადაც უფროსის პატივი და ეს შექმნეს ამათმა აი ჯიუტები გესმით რომ ჯიუტები რატო ჩაიდო იცი ესა რომ არ უნდა დაემორჩილო სპეციალურად არ უნდა დაემორჩილო შენს ქვეყანას უნდა იყო მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ აი ვინ არიან ჯიუტები ეხა აი ამერიკის ხმამ გააკეთა ესეთი სიუჟეტი და აი წარმოგიდგეთ ეხლა ჯიუტებს რატომ იკრიბებიან და რა მიზანი ამოძრავებთ ახალგაზრდებს, რომლებიც ყოველ დღეს აღამოს 9-დან 10 საათამდე თბილისში პარლამენტის წინ დგანან, როგორც თვითონ ამბობენ, ჯიუტად. აპროტესტები ძალიან ბევრია. შემოსაცვლად ძალიან ამერიკის ხმა მათთან შესახვედრად დაუგეგმავად მივიდა. ჯიუტები ადგილზე დაგვხვდნენ. დაიწყო ერთი Facebook პოსტით, როდესაც ერთმა ჩვენმა მეგობარმა დაპოსტა, მე აღარ შემიძლია უკვე ამდენი ბინძური განცხადების მოსმენა, ამდენი რაღაც პრორუსული დამოკიდებულების ატანა და გავდივარ პარლამენტთან და უნდა დავდგე იქ და გავაპროტესტო ეს ყველაფერი, ვისაც სურვილი გაქვთ გამოდით. მაგრამ რამდენიმე მისმა Facebook მეგობარმა ნახეთ ეს პოსტი და გამოვედით. მას შემდეგ ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს გავუჩნდა ესეთი აზრი, მოდი ჩვენ ჯიუტად ყოველდღე 9-დან 10 საათამდე შევიკრიბოთ აქ. ჯიუტები არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან აფილიაციას არ ახდენენ, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ყველა ჯგუფთან შეხვედრისთვის ღიაობას ინარჩუნებენ. მათთვის ბარიერს არ წარმოადგენს არც ასაკი და არც სოციალური მდგომარეობა. ჯიუტად დგომისთვის საჭიროა მხოლოდ ის, რომ მოქალაქე იზიარებდეს საქართველოსთვის დასავლური კურსის ერთგულების აბსოლუტურ აუცილებლობას. ჯიუტად ევროპისკენ ერთი სიტყვები და მეორე ქმედებები, ანუ ქმედებები გვაჩვენებს, რომ ჩვენი სახელმწიფოს დონეზე სამწუხაროდ სახელმწიფო მხოლოდ მთავრობა აღიქვება ჩვენთან პრორუსულია, თუმცა გვინდა რომ იყოს პროევროპული, რაც ჩემი აზრით ხალხსაც უნდა და ამისთვის ვიბრძვით დღემდე. გასაგებია რომ არ გაგვიმართლა შეიძლება ლოკალიზაციაში, იმის გამო რომ ჩვენი მეზობელი რუსეთია, თუმცა მგონია რომ ქართულ ხალხს შეუძლია გაერთიანდეს, იყოს გუნდური ჩვენ მზად ვართ რომ ყველა პარტიასთან ვისაუბროთ და ვისაუბროთ ყველა ადამიანთან ვინც საკმაოდ პრორუსი მთავრობა რაღაც 10 ადამიანის 20 ადამიანის გამოსვლით არ გადადგება, მაგრამ ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენებთ იმის ნიმუშს, რომ რაღაცის გაპროცესება შეიძლება და აუცილებელია. ჩვენ ვაჩვენებთ აქტიური მოქალაქეობის ერთგვარ სახელმძღვანელოს, ხო აქ დგომით, ხო ცოტა ისე რომ არ გამომივიდეს, მაგრამ ნამდვილად ესეა სიცივეში, ყინვაში აქ დგანან ახალგაზრდები, სტუდენტები, თუნდაც პენსიონერები და ასე შემდეგ ეს არ არის რაღაც ისე დგომა ამ ადამიანებს აქვს იდეა, ამოძრავთ ტკივილი აქვს იმის, რომ ჩვენი სახელმწიფო რომელიც დასავლეთისკენ უნდა მიდიოდეს, მიდის რაღაც ჩრდილოეთში რუსეთისკენ. ხო, ეს არის ტრაგედია. ამიტომ მე არ ვიცი რა მიხაში დასრულდება. ჩვენ უბრალოდ მიყვებით რაღაც სინდისის ხმას მიყვებით. თავიდან 3 იყვნენ, ახლა 100-ზე მეტი ახალგაზრდაა გაჯიუტებული სხვადასხვა უნივერსიტეტიდან კომუნიკაციისთვის და სხვა საქველმოქმედო აქციების დასაორგანიზებლად სოციალურ ქსელებს იყენებენ. აი ხა ამდენიც აღარ არის საჭირო ამათ დრო დაუთმო და აი რატო აერჩია ეხა LGBT მამუკამ თავის 26 მაისის კლიპად რომ ჯიუტები უნდა ჯიუთურმეთში ჯიუტები კი არ მოგვიყვანა ჯიუტები დაგღუპა ჯიუტები რო არ ყოფილიყავით საქართველოს გაცილებით დიდი ქვეყანა იქნებოდა ვიდრე ეხლა არის და ეს ჯიუტები ვიღაცა ჩხობაძეები არიან იქ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გამოდიან იქა ესენი ხშირად ხვდებიან ტელევიზორში და პარლამენტთან და აი ესენი თურმე აი აბათ უნდა გაყვეს ახალგაზრდობა გესმით თქვენ ხო ნუ ეს ჩხობაძეები მე გასაგებია ეს თბილისში ერთ-ერთი ძალიან მაგარი და ძვირფასი ხალხი ჩემი ახლობლები არიან ეს არის აცგანსვენებული თან ბატონი თამაშხო ჩხობაძე ძვირფასი და ქალბატონი ასმათ შიხიაშვილის ოჯახი მათი შვილიშვილები არიან ესენი კი ეს ძალიან ძვირფასი ხალხი და უძვირფასესი ხალხი და აი ამ ბავშვების მშობლების ქორწილშიც ვარ ნამყოფი ხო და მე არ მინდა ეხლა რა ეგ ტრაგედია ტრიალებს და მე მინდა რა ტრაგედია ბარემ გითხრათ თუ ამ ბავშვებს მინდა ტრაგედია ტრიალებს და ამ ბავშვებს მინდა ამ ჩხობაძეების ძმები არიან ეგენი რა ბიჭებო თქვენ მამას ნუ უარყოფთ თქვენ რა თორედ ღმერთი უარყოფთ თქვენ ცოტა გონს მოეგეთ ბიჭო მამა უარყვეს? ხო, ნუ ეგ ძალიან მძიმე სიტუაციაა რა და თქვენ ცოტა გონს მოეგეთ რა. თქვენ ხართ მაგარი ოჯახის შთამომავლები. მე ასე ვიცი ეგა. თქვენ ხართ ბატონი თამაზის
ძვირფასი ბატონი თამაზ ჭყობაძის და ქალბატონი ასმათ შიხიაშვილის შვილები ხართ თქვენ მე ესე ვიცი კახა ჭყობაძის და მაია ძაძამიას შვილები ხართ თქვენა და თქვენ ცოტა გონს მოეგეთ და ჯიუტები კი არა ჯიუტი თხებივით ნუ იქცევით თორე დაამთავრებთ ისე როგორ ჯიუტმა თხებმა დაამთავრეს აი იაკობ გოგებაშვილის საგანძურში არის იქ ვანო და ჩიტი და ჯიუტი თხები და ცოტა რაღაცა წერა კითხვას მიეძალეთ თქვენა ხო და უფლის გზაზე შედექით და ცოტა რაღაც სინანული ისწავლეთ და თითი მოხარეთ თორე განგება ისეთ განსაცდელს მოგიწყობთ აი როგორც მერაბ კოსტავამ თქვა ერთმანეთს ხელების ცეცებით ეძებდეთ რა და ცოტა ჭკუით იყავით თქვენა რა ცოტა ჭკუით იყავით ეს არის მაგარი ოჯახი ეს არის უძვირფასესი ეს არის დიდებული ხალხი მე იმ ოჯახთან მეგობრობდი და მე ვარ გაოგნებული და შეძრული ვარ იმ ტრაგედიით რომელიც ტრიალებს და ეს ბავშვები არიან ფაქტობრივად გასექტანტებულები და გაუბედურებულები და დაღუპულები არიან რას ლაპარაკობთ მეტი რაღა უნდა თქვენ რასაც ლაპარაკობთ მე ბატონო და ეგ არ არის ეს შემთხვევა ჩვენ უნდა განვაზოგადოთ ბატონო ნიკოლოზ ეს უნდა განვაზოგადოთ შირია ეგეთ იმიტომ ამა ტვინი აქვს მოღრეცილი აი მე რამდენი მილაპარაკია ძალიან ისეთ მე ხა მამის უარყოფა ეს არის აი ამ ლიბერალების ისა ხო გამოდიან ერთი როდის ჩაძაღდება ეს ძველი თაობა ესე იგი რას აკეთებენ ბატონო ტრისტან და ბატონო დიტო ესე იგი რას აკეთებენ ეს ნაძირლები ესე იგი მამებს დაუპირისპირებს და დედებს მიზან მიმართულად აკეთებენ იმიტომ რომ სოროსმა ხო თქვა რო ჩამოვიდა მე თქვენთან კი არ მინდა ლაპარაკი შვილებთან მინდა ლაპარაკი ესე იგი შობლები რომლებიც ტრადიციული ღირებულებების რომლებიც ოჯახური ღირებულებების მატარებლები არიან ეს მათთვის მიუღებელია იმიტომ რომ ჯერ ბიჭო იმ ქართველი კაცის ბოდიში და რა ვთქვი მე რომ თორ აი ყველა რო ლაპარაკობენ რომ აი რო დაგვსინიან ჩვენ რო ქართველობის დაკარგვაზე 12 საათზე რო შეიკრიბები 12 საათზე რო შეიკრიბები და დაბადების დღეს აღნიშნა ბიჭო ქართველები ხარ თუ მინახართ უჯიშოები ხარ ესე იგი ტრადიცია შემოვიდა ბატონო დიტო ან გოგო როგორ გაუშვა უნდა 12 საათზე ესე იგი იკრიბებია ბიჭო 12 საათზე ეს არის მასიურად ხდება ბიჭო ვიღაცა თუ აკეთებს ვიღაცამ რო ბოდიში და უკადალში ერთი რაღაცების კეთება დაიწყოს თქვენც ხوار უნდა დაიწყოს დაჯეკით ქართულად მამაპაპირად ადრე აი თბილისობა რატო იმართებოდა ბევრი რო აქილიკებს ამ თბილისობას აი ქართული კულტურის და შენარჩუნება და ქართული ადათ-წესების შენარჩუნებას ემსახურებოდა იმიტომ რომ სუფრა იჩლებოდა სამეზობლოში იქ სადღეგრძელო იყო და იქ გაცნობა ხდებოდა ერთმანეთის ანუ ურთიერთობები ყავ თბილისი ურთიერთობა იყო ტყილა ხო არ არის რა თქვა რა ურთიერთობა უნდა დავყარო თქვენ უპატრონოებო ღამის 12 საათზე რა ურთიერთობა უნდა დავყარო და ვიცი რა ურთიერთობა სექსის გარდა რო არაფერი არ გაიტერე შეიძლება 12 საათზე როცა არც დიასახლისია რო სუფრა გაგიშალო შეიკრიბე იქა ნარკოტიკი მართლა ვინახარ თქვენ ტყიურებო თქვენა ვინ არიან ეს უჯიშო და მშობლები არ უნდათ მშობლები არ ჩენენ მშობლები ურიცხავენ ფულს და არაფერი არ შეუქნია თვითონ არაფერი და მე გული მტკივა ძალიან ბევრი მშობლისგან მსმენია ესა რომ შვილები არ გემორჩილებიან შვილები არ გვიჯერებენ აი ამ დამპალმა ამ დასავლეთმა შექმნა ეს ყველაფერი და მე აგინეს წადით რუსეთი მე რუსეთში რო დავდივარ იქ არის ტრადიციული ღირებული ჩართეთ აგერ რუსული სერიალები ჩართეთ ამერიკული სერიალები ერთ უწმაწურს ვენახარ მე ცენტრალურ არხებზე მაქვს საუბარი ეხა ვიღაცა იტყვის აი ერთი ეს ფილიპინდარასტი ფილიკირკორო ვიყავთ აჩემებული რა ეგ რუსის ომეხია კაცო ხო და ბოდიში და აი ეს ტრადიციული ხო და არ ვიცი აი ეს კატასტროფა არის ოჯახები ინგრევა ოჯახები ეს არის ეს ავადმყოფები ეს ავადმყოფები არც რუსეთს აკლდა არასოდეს და თურმე არც ქართველებს ერთი ტუზიკა მაჭავარიანი ვიცოდით და დღეს 1000 ტუზიკა მაჭავარიანი დადის მარტო ისა მამუკა ხაზარაძის ეს LGBT მამუკა არის ბოდიში და აი ერთი ადგილი ჩამოსაკეთებს ეს არის დამფინანსებელი ნიკოლოზი შეხო ძალიან ტკინეული თემას ეს ტკინეული თემა არის რომ იცოდეთ ეს სერიოზული ფეხი მოიგიდა ამ საქართველოში იცოდეთ აი რაც ღესდება ამ ახალგაზრდობაში იმიტომ რომ წლებია აი ეს მუშაობენ ამაზე ეს პროცესი დაიწყო ჩვენ ქვეყანაში წლების უკან აი როგორ უნდა მოეწამლათ ბავშვების ტვინი და გადაერთოთ თავიანთ პროგრამებზე. აი სწორედ ეს დაიწყო საიდან იცი, როდესაც ავასახსენებელი სააკაშვილის დროს მთლიანად დაშალეს განათლების სისტემა და მოიყვანეს განათლების სამინისტროში და მთლიანად სკოლებში
სპეცსამსახურების მიერ მომზადებული პედაგოგები, პროფესორები და რავი სპეციალისტები ამ მიმართულებით და სწორედ პროგრამა არის ეს და გაწერილი პროგრამა არის როგორ უნდა მართო შენ ის თაობა რომელიც თაობას ბოლოს შემდგომ შენი ზეგავლენის ქვეშ მოხდება. ეხლა ეს პრობლემები თითქმის ძალიან ბევრს აქვს საქართველოში ოჯახებს ძალიან ბევრს. მით უმეტეს შემდგომ ნახე რა ის მიცეს ამ ბავშვებს კიდევ აი სტიმული შენ თუ ესე იგი მშობლები მოგცემენ მითითებას და ის მითითება შენთვის იქნება მიუღებელი და შემდგომ შენი მშობელი გადაწყვეს შენს დასჯას განაცხადე პოლიციაში და ჩვენ დავжит შენ მშობელს. აი ეს ნახეთ ეს ტენდენციაა დღეს საქართველოში. დღეს ძალიან ბევრ მშობელს უკვე ეშინია შვილს მისცეს მითითება, იმიტომ რომ ის ბავშვი თუ წავიდა და განაცხადა პოლიციაში, ხვალ ეს მშობელი გისოვს ეს მიღმა აღმოჩნდება. ასევე როგორც დახვეწეს ეს რაღაც ძალადობის ისა ინსტიტუტი საქართველოში და ოჯახური ძალადობის ინსტიტუტი და როგორც ეს ვიღაც ქუჩა მოწანწალე სააკაშვილის ჯიბის პუტანკა ბაია პატარაია რომ იცავს ამათ უფლებებს. აი ეს ასია საქმე, აი გათახსირებული გალი, ხო? ესენი ანადგურებენ ქვეყანას და ამით ქვეყნის გენოფონდი ნადგურდება. აი სწორედ ეს არის რა. ეს პროცესია და ეს პროცესი ფეხს იგდებს საქართველოში და ამიტომ მარტო ხელისუფლებამ კი არა, კაცო, საქართველოს მოსახლეობამ თლიანად ერთად უნდა დავდგეთ და განგაშეჟადები შემოვგრათ, რომ ეს როგორმე არ დაუშვა თუ არა, ეს ისეთი უხილავი მტერი არის, შეიძლება ისეთი ადამიანების ოჯახში შეიპაროს, შევიდოს მერე თავში ხილებს შემოიცემენ, იცოდეთ და ძალიან ცუდი რაღაცა ხდება. ის ლისიც, ისიც ნარკოტიკებით ღამის კლუბებს მიხედეთ, კაცო, ასეთი ახალგაზრდობით არის სავსე ღამის კლუბები. ხიდის თავებს მიხედეთ, სიცარიელები რო არის იმ ხიდის თავებში, რა ხდება ვახუშტის ხიდის თავში, რა ხდება იმის სხვა დანარჩენი ხიდის თავში. ნახეთ, იქ მიხედეთ, მთელი ღამის 12 საათი რო ახსენე, ბატონმა ნიკოლოზოვ, ხო? იქ იკრიბებიან, სწორედ იმ ხიდის თავებში იკრიბებიან და კლუბები აქვს, ახლა ნარკოტიკებს ღებულობენ. ეს იმ დასია საქმე. ამას პირდაპირ ღიად მიზანმიმართულად ხდება ჩვენი ქვეყნის გენოფონდის დაღუპვა ხდება. რესურსი იღუპება ქვეყანაში და ქართველი ხალხი ძალიან მერე უმცირესობაში აღმოჩნდებით. იცოდეთ, აი ამ პროცესები და გამომდინარე და ეს ქვეყანა დაუვარდებას ვიღაც გადამთიელებს ხელში და ამას უნდა მივხედოთ. გესმით ასია საქმე და თქვენ ოჯახური ღირებულებები ახსენეთ, ესე იგი ეხლა ხარ ძალიან მეც ამოვნა აღნიშნეთ ეს ოჯახის სიწმინდის დღე 17 მაისს. ეხლა იცით რა შეასაქმე ჩვენ აი ეგ კომუნისტებს ქონდა ძალიან კაი ლოზუნგი საქმე ლაპარაკის ნაცვლად. მე ნაციონალებმა მიიწვის ეს ეგ. ხო, უგულავასწრებელი გამოდიოდა. ესე იგი რო კითხვა კომუნისტები ეზიზღებოდა და ლოზუნგებს იპარავდნენ კომუნისტები. ბიჭო, თუ ამ ოჯახური ღირებულებების ერთგული ვარ და ჩვენთვის ოჯახია პრიორიტეტი. მე მინდა მივმართო შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს. აი ეს კონვეიერი, რომელიც ჩაერთული იყო რომელიც ითვალისწინებდა ოჯახების დანგრევას. აი ბაია პატარაეს და დასავლეთ მხრიდან. კლავაც რო გძელდება, ამას რატო არ ვაჩერებთ? ესე იგი ქალბატონები ანგრევენ ოჯახებს, ესე იგი აი რაღაცა, ესე იგი ოჯახური და ქალთა მიმართ ძალადობის მუხლით, ესე იგი აპატიმრებენ ხალხს არაფრის გამო. და ეს არ ჩერდება, ნებისმიერ ქალს შეუძლია გააფუჭოს ადამიანი. ადრე ხო ხდებოდა ნარკოტიკით გაფუჭება ადამიანი. დღეს ქალით ხდება გაფუჭება. ეხლა მე რამდენიმე პროცესის მონაწილე ვარ. და პროკურორი იმის მაგურად გამოდიოდეს და აი სამართლიანობის კუთხით ამ კუთხით იმაშვებოდეს, გამოდის ქალბატონი პროკურორი და პირიქით ესე იგი ასე მგონია ბაია პატარაია არის იმაში რათია პროცესი. სხვათა შორის ეს ბაია პატარაია იყო გენპროკურატურაში სტრატეგიის გამსაზღვრელი. თათბირებს ესწრებოდა. ხო ეხლა მე მგონი მონიტორინგს უწევს ბაია პატარაია. ხო ეხლა აღარ ესწრე. ბიჭო თუ ოჯახური ღირებულებებს ვიჩავს რატო ანგრევთ ამ ოჯახებს რა შეიძლება ამდენი ოჯახების მე არ ვიცახი რომ ყველა ეხლა ანგელოზი არის და ზოგი დასაჯელი არ არის დასაბარა ესე შეიძლება პანტაპუტით ეხლა ესე იგი უდანაშაულო ხალხი პასუხისგებაში ეცემა ვიღაცა ბოდიში და ესე იგი გარყვნილი ქალების გამო რა. გაგიგებული. ეს ბაია მე მაშინ შემოვიწყი თავში ხელი. მაშინ შემოვიწყი მე თავში ხელი. ეს ბაია პატარაია, ეს ბაბუცა. რო დავინახე აი ის რო არის, ეს გახარიას ქალი რო არის. რა გვარია ეს არის? მეზრიშვილი. ესე ნათია მეზრიშვილი და ბაია პატარაია, კაკუტა და ქუჩარასობით ხელხელ გადახვეულები დადიან. გენერალურ პროკურატურაში სასამართლოში. აი თავში შემოვიწყე ხელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო მაშინ მეზრიშვილი
და ბაია პატარაიასთან ერთად იღებდა სელფებს. ეხლა რა დონეზე არის ეს უბედურება შემოღწეული ქართული სახელმწიფოს სხეულში, სად აქვს მეტასტაზები და სად აღწევს მისი ფესვები, ეს უკვე ძვირფასო ტელემაყურებელო თქვენ თავად განსაჯეთ. ეს არის საშინელება ტრიალებს ქვეყანაში, კაცო. Deep State ჩვენ ამერიკაში ტრამპი თუ ებრძვის Deep State-ს, საქართველოში ჩვენ ყავს მტერი Deep State-ი აყვანილი კუბში. ეს ხალხი, ესე იგი, ამას უნდა მოევლოს აუცილებლად, თორე უკვე სუნთქვა აღარ შეიძლება ამ ქვეყანაში, ესე იგი, არ ვიცი, ძვირფასო მეგობრებო, ამდენი საყურიანი ბიჭი სად იყო საქართველოში, კაცო, მე გაგიჟებული ვარ, ეს უწიგნურები. ეს გაუნათლებლები, რო არაფერი არ წაუკითხავთ. ესე იგი, იძახიან დავით აღმაშენებელსაც ეკითხაო საყურები. ამათ საყურეები გონიათ ისა. ეს იყო იმპერატორების ნიშანი, თქვენ უწიგნურებო, ეგა და წიგნში ჩაიხედეთ, იქ საყურე კი არ უკეთია. იმპერატორების ნიშანი იყო, რომელიც გვირგვინს ახლავს თავს. თან. და ეს იყო იმპერატორების ნიშანი. ამათ გონიათ ის საყურე უკეთია. ამათ გონიათ საყურები. იმასაც იტყვია ტატუც ქონდაო დავით. საყურ ამათ გონიათ ამ ტუტუცებს, რომ დავით აღმაშენებელს თურმე საყურეები ეკეთა და ეხლა ამათ ესე იგი, ამათ ეხლა რომ მიყვენ ნაკოლკები ქონდა დავით აღმაშენებელს. ესე იგი, მე გაოგნებული ვარ ეხლა აი ტელეკომპანია იმედი ავიღოთ. ვიღაცა ახალგაზრდა ბიჭი გამოყავთ, კარგად ნასვამ ნაჭამი ღმერთმა შეარგოს კაცო. დილა გათენდება შემოვა 9 ძაღლით. ერთი ძაღლი ამ ჯაჯანიძეს ყავს კალთაში კოცნის, მეორე ხაზარაძეს ყავს იმ ნანუკა ხაზარაძეს, ასე 3 ძაღლით, 4 ძაღლით, 5 ძაღლით. მერე ესე იგი, აი ეს ძაღლები დარბიან ამ სტუდიაში. რა უბედურება გჭირს ქართველებო, ესე იგი ძაღლი არ გვინახავს კაცო. რა არის ეს, რა ტრენდია, რა უბედურებაა ეგა რა. რა უბედურება, ესე იგი ძაღლის ბედი აქვსო, რო იყო ნათქვამი და რაღაცა. თქვენ გონიათ ძაღლი რო გეყოლებათ, კარგად წავა თქვენი საქმე, კაცო? აძაღლებულია ქვეყანა, მართლა და გაძაღლებულია სიტუაცია. რატო აკეთებთ ამას? რა უბედურებაა ეს? ესე იგი, დემოგრაფიული მდგომარეობით კატასტროფული სიტუაციაა ქვეყანაში. შვილს არ აჩენენ, თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ და მე ვეთანხმები მთლიანად აი ამ განწყობას. შვილებს არ აჩენენ. ახალგაზრდა წყვილები გადის 2 წელი, 3 წელი, ჯერ არ ვფიქრობთ ბავშვზე და 9 ძაღლი ყავთ სახში, კაცო. 9 ძაღლი ყავთ. ეს ნორმალურია? ეს ნორმალური ქცევაა? გამოდით ღვაწმოსილო ფსიქოლოგებო. გამოდით სოციოლოგებო და ახსენით რა მოვლენასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ოჯახები ინგრევა ყოველგვარი ღლიცინის გარეშე ვამბობ. მე ვიცნობ ძალიან ახლო უნივერსიტეტიდან ვიცნობ. მე იმ კაცს ოჯახი დაენგრა ამის გამო. ოჯახი დაენგრა, იმიტომ რომ ესე იგი კატა მყავდაო, ჩემ ცოლს და კუტუჩებში კოცნიდა კატასო და მე უთხარიო რომ არ მსიამოვნებსო, ეხა ცოლი ხარ ჩემიო. კატასო ტუჩებში რო კოცნიო არ მსიამოვნებსო და გააკეთე არჩევანი არ კატაო და არჩია კატა და ესე გეუბნებით ხალხო არ არიან ესენი ჭუაზე გეთახმებით არის ესეთი გააკეთე არჩევანი არ საქართველოში აი ესეთი შემთხვევები ძალიან ბევრი არის მე ეგეთი არაფერი მინახავს გეუბნებით რა ხო და ეს ხალხი არის შესალოცი კაცო გამოსამოცია ხო ავადყოფები არიან აბა რა არიან და ესე იგი ჩვენ ქართველებს აი რა ვიცი რა რომელი ცივილიზაცია რომელი მტერი დაგვეტაკა მონღოლები გადავიდნენ და არაბები სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კულტურული დამპყრობლები კაცო რომლებიც იყვნენ აი რა ვიცი ევროპელები რო ტყეში დარბოდნენ არაბებმა შეიტანეს ის ინდური ციფრებიც და რა ვიცი მთელი არაბული არქიტექტურა მარტო ალ-ჰამრას სასახლე რა თქმა რა დავიცი აღარ წავალ მთელი ფილოსოფია და მთელი სისტემა მთელი ცივილიზაცია ხო და გიტარა და რა ვიცი ხა სხვა რაღაცაზე რო აღარაფერი თქვა გაუძელით ამდენ აი ამ მეწყერს ამ უბედურებას და ესე იგი არ ვიცი შემოგვიგორეს ბატონო ტრისთან ბატონო ნიკოლოზ ისეთი უბედურება ამ სოდომის სახით რომელსაც ჩვენ ჯეროვას წინამძღოლს ეგეთ სოდომის ერთ-ერთი სახე არის ვერ უწევთ არა რატო იცი შვილი რო არ გააჩინონ ესე იგი ეს არის რომ მარტო რო არ იგრძნონ თავი აი ეს ვერ უწევთ შესაფერის წინააღმდეგობას განგაშია გამოსაცდელი რანაირად გაუწევთ ბატონო ყველა ტელევიზია შეგენია იმედი ახსენებ რუსთავიორი ყველგან ეგენია შესაფერის ვერ უწევთ შესაფერის წინააღმდეგობას ეკლესიას ეკუთვნის აქ თავარი დამრტყმელი ფუნქცია მაგრამ ვერ შვება ამას ეკლესია
განიარაღებულია ფაქტობრივად და აი საგანმანათლებლო სისტემა მოკლეს გაანადგურეს. ესე იგი არ დაილია ადეიშვილის მრჩევლების განათლების მინისტრებად დანიშნა და გამწესება. არ დაილია. ესე იგი ადეიშვილის განათლების მინისტრი აუცილებლად არ ვიცი კონსტიტუციაში შეიტანეთ ცვლილება და ჩაწერეთ რომ საქართველოს განათლების მინისტრი აუცილებლად უნდა იყოს წყეული ზურაბ ადეიშვილის მრჩეველი, ხელის ბიჭი, ტუფლების მლოკველი და არ ვიცი რაღაცა სირჩხვილია ხალხო. სირჩხვილია ხალხო რა უბედურება არის ეგა რა უბედურება ეხლა მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა არის ერთი ძვირფასი კაცი დარბაიძე არის გვარად უწესიერესი კაცი არის დარბაიძეა გვარად ზესტაფონელია ის კაცი და შვილი მოუკლეს სააკაშვილის დროს ხდება ეგ ამბავი შვილი მოუკლეს ავტოავარიით ერთ-ერთმა ნაძირალამ და გააყალბეს ის საქმე. მე ვთხოვ ქალბატონ თეატრულუკიანს, რომ მოусმინოს ბატონ დარბაიძეს. 25 წლის ანგელოზივით ბიჭი ლეიტენანტი ჩაუდეს მიწაში, გააყალბეს საქმე და ვინც გააკეთა ეს ავარია, ყველაფერს გეტყვით ეს კაცი, ყველაფერს იტყვის, სააკაშვილის სპეცსამსახურებმა დააფარეს ხელი და არ ეხებიან დღემდე. სხვათა შორის მარგველაშვილი არის გვარად. ძალიან დიდი შესაძლებლობების, ფინანსური შესაძლებლობების კაცი, რომელსაც აქ პათოლოგიური გამოვლინება ღამე დალევს, გამოიყვანს თავის მანქანას და დააგელვებს ქუჩებში. და აი ამ დროს მოხდა ეს მკვლელობა. თბილისში არ არის, ქუთაისშია. მოხდა სააკაშვილის დროს და სააკაშვილის კუდელებმა და სოდელებმა, რომლებიც იყვნენ ამ მკვლელის უახლოესი სამეგობრო წარმომადგენლები, გააყალბეს ეს საქმე და ახალგაზრდა ბიჭს მოკლულს დააბრალეს ავტოავარიის მოწყობა. ძალიან გთხოვთ ქალბატონ თეა, მოусმინეთ ბატონ დარბაიძეს. წამობს კაცი წლებია სამართალი ვერ იპოვა. და ეს არის ჩემი უმოცილესი თქმა. კი ბატონო, ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ. იმიტომ რომ კოლერს ფარველობენ როგორც ჩანს ძალიან მაგრად. ეხლა რაშია საქმე, იცით, აი ჩვენ ხშირად სხვადასხვა თემებს ვეხებით, იმიტომ რომ ეს არის შემაჯამებელი გადაცემა დღის და ყველაზე უფრო ცუდი რა არის, იცით, რომ აი ჩვენ ფაქტობრივად გვიხდება ისეთ რაღაცებზე საუბარი, წესით ამაზე არც უნდა ვლაპარაკობდეთ, მაგრამ ეს ყოველდღიურობა, რაზეც ჩვენ ვხედავთ, პოვებს ასახვას იგივე ჩვენს გარემოში. ვხედავთ ყოველივე ამას და არავინ არ ამახვილებს ამ ყველაფერზე ყურადღებას. ეხლა აი რა ელემენტარულ რაღაცაზე გვიწევს საუბარი, რომ ოჯახი უნდა იყოს. რომ გათხოვდება ქალი კაცზე, კატა და ძაღლი და იმას ქმარს ის კი არ უნდა დაუყენოს, რომ ან ძაღლი ან კატა ან რაღაცაო, არამედ შვილები გააჩინოს. ესე იგი შვილების გაჩენა არ გინდათ. ბოდიში და სამშობლოსათვის სიყვარული თქვენთვის უცხო არის. მარტო ძიგძიგი, მარტო ესე იგი და ასე იზრდება ეს თაობა და ამიტომაც არის მე რატო გიკვირთ ხალხო? აი ამას ჯიუტებიო რო იძახიან ეს LGBT მამუკარო იმაშვება, აკეთებს ამებს და მე ამ რაღაც ფესტივალზე შეხედეთ აგერ რამდენი პიდარასტებს, რამდენი ხალხი უკრავს, თავ შეხედეთ. ესეთი კოლაბორაციებით, როგორც აქამდე არ მოგვისმენია. იმ მუსიკოსებთან ერთად, რომლებსაც ფესტივალზე თითქმის ყოველ წელს ვხვდებით ხოლმე სცენა, ამჯერად ისეთმა შემსრულებლებმა გაიყვეს, როგორც მაგალითად ნანი ბრეგვაძე და მერაბ სეფაშვილი არიან. ფესტივალის გზავნილი კი სოლიდარობა იყო. სოლიდარობა ქართველი არტისტების, მედიისა და აქციების ეს დაკავებულების მიმართ. ესე იგი, არ ვიცი, ვის მიმართ აი მაინტერესებს მერაბ ერთხელ გაპატია ქართველმა ხალხმა შე როდესაც სააკაშვილის უმღერე ჩემი გმირი არა უმღერა და თან კურტუ მოუქნია ხო სცენიდან ჩემი გმირი გიწოდეო ესე იგი შენ გმირად შერაცხე ჯალათი სააკაშვილი აი მე მაინტერესებს მერაბ არ აქვს ხვენია შეკაიკაცო ქართველი ხალხის სისხლში ცურავდა და ერთხელ არ გამოგითქვია სოლიდარობა ეკა მამალაძე და ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძეს განსაკუთრებით მინდა მივმართო. ძალიან კარგად ვიცით ყველაფერი ქალბატონო ეკა ამ ქალაქში არაფერი არ იმალება. თქვენ არათუ პროტესტს გამოთქვამდით, არამედ პირიქით თქვენ სააკაშვილის ბოდიში და ზონდერებთან ძალიან ახლო მეგობრობა გქონდათ. და მაინტერესებს ერთი რა უდანაშაულო ხალხის იმაზეა საუბარი მჟავრდებაზე.
ეხლა ეს ბოდიში და ეს გირჩელი მეტრაკე ზურა გირჩი ჯაფარიძე იმას თუ არ მისცემს ჩვენებას და თანხას თუ არ გადაიხდის ეს უკანონო პატიმარია მიეცა ჩვენება იმ კომისიისათვის ან მაინტერესებს მოლოტოვის კოქტეილს რო ესვრი პარლამენტს ამის გამო არ უნდა მიეცეს პასუხისგებაში მე ხალი რომელიც პოლიციას სილას გააწნავს ჩემთვის არ ვიცი ძალიან ავტორიტეტული ადამიანები გამოთქვამენ პრეტენზიას რომ ეს ხალი რატოზის ციხეში და გაკვირვებული ვარ იცით რა არის ხალხო პოლიციელის ესე იგი ცემა თუ დაკანონდა საქართველოში თქვენ ვინ დაგიცავთ მაინტერესებს ესე იგი ვაპატიოთო დედა არისო დედა რო იყო მაშინ რო ურტყამდა არ ახსოვდა ერთი მაინტერესებს გერმანიაში და ამერიკაში ადგილზევე დაიხრიტებოდა მადლობა უთხარით პოლიციას რომ ეს ხალი ციხეში ზის და არ არის იკუკიაზე დასაფლავებული კიდევ და გამოდიან და ისაო რაღაცაო ხალი რო არის ადგება ხვალ სხვა და არ ტყავს იმ პოლიციას რამე რო გიჭირთ პრობლემა რო ეკდათ ვის ურეკავთ მაინტერესებს იმ მეტრაკე ზურა გირჩი ჯაფარიძეს ისეთი რა ქვია რაღაცა რომანტიკულის რო დადგეს სცენა იქ იმაში იმ სასამართლოში და ეს ცოლს რო კიდე ბიჭო ცოლს თუ კიდე ცოლი თუ გიდა და ცოლს თუ კიდე ხელ შარვაც რატო იყდი უკალას რატო გვაჩვენებ თუ რომანტიკულ ურთიერთობებზე და თუ ბოდიში და ქალთან ურთიერთობებზე გაქვს საუბარი და თუ ცოლი გიყვარს რაზე გამოდიხარ და რატო ლაპარაკობ ჩემი პირით რასაც მინდა გავაკეთებ ის ირაკლი დგებუაძე არის უწესიერი არა ვიცი მაგას რა თუ და ლაპარაკი მე მამამის ვიცნობ კაცო ბატონ სოცოს ეს არის უწესიერესი ოჯახი ეს არის უგანათლებულესი ბიჭი მაგ ბიჭს აქვს ამერიკის სპეცსამსახურებისგან სამადლობელი წერილი როგორც საუკეთესო პოლიცმაისტერს თავის დროზე მიღებული ეს არის პროფესიონალი ფეხბურთელი რომელიც სწავლობდა ბრწყინვალედ კიევში თამაშობდა სხვათა შორის და არის ძალიან მაგარი ბიჭი ესე იგი ახლა და უწესიერესი ოჯახის შვილია ხაზს უსვამ ჯერ ეხა დგებუაძეები განსაკუთრებული კარგი გვარის წარმომადგენლები არიან მოგეხსენება თქვენ კეთილშობილური მეგრული გვარი სამეგრელოდან მეგრული გვარი არის დგებუაძეები და ეხლა დგებუაძე მასტერაც იყო ეს გია დგებუაძე ბადრი პატრაკაციშვილის მოკვლას რო უპირებდა მაგრამ გამოგვერევა გვარში ყველას ეხა მეც ამყავს ერთი ეგეთი უჯიშო გვარში გამორეული აგერ ისა ცნობილი თაღლითია მაგრამ მაგას გავანებოთ თავი ხო და ისე აი ბოდიში და ერთი წამით ბატონო დიტო აი ამ პროკურატურას და ძალოვნებს მიექცათ თქვენი ცოდვა ბიჭო ამდენ უნდათ კიდე მაგრამ არა ამათი ბიჭო ამდენი ხანია ეს კაცი ლაპარაკობს აი თავის გასაგებად აგენტია მაგათი და რა გინდა ბატონი დიტო ერთი წამით ბატონო დიტო რა ეს კაცი არის ირონება გამოჩენილი ისტორიკოსი რომელსაც ბევრი უამრავი ადამიანი უსმეს ესე იგი რას გთხოვთ ამდენი ხანია მე 1000 ჯერ გთხოვთ ამას ტელეეკრანიდან გაზეთის ფურცლებიდან რომ აღადგინეთ სამართლიანობა იმის ისიც არა აქვს რაღაცა პრეტენზია ვინმე ციხეში ჩააგდო მე რაც მომადგა ზიანი ის აღმინაზღაურეთო კაცი რომელიც არის ბოდიში და აგენტია მაგათი შეეშვი არა გავიგე მარა კაცო ვიცით რა არის მართლა ეხლა ვერ გავიგე ბოლო ეს კაცი იმსახურებს ეხლა ბატონი მე არ მიყვარს პირფერობა საერთოდ ეხლა არ გამაჩეროთ ბატონო დიტო დროიცით ხოლმე გაჩერდი რა მე ერთ რამეს ვიტყვი რა მე საერთოდ ადამიანს მე გურული კაცი ვარ და პირდაპირობა მიყვარს და საერთოდ ჩემთვის უცხოა ეს რაღაცა ბოდიში და სხვადასხვა გვარი რაღაცა სენტიმენტები და რაღაცა ისე გადმონაშთები მაგრამ აი უნივერსიტეტები რომლებიც დღეს ჩაბარებული აქვს ამ ზონდერ ფაშისტ ნაციონალებს აი ხა რომ ბავშვები განახეთ ეს ბავშვებიც სწორედ ამ რექტორების ბრალია დანიშნეთ ეს კაცი ერთ-ერთი რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის არა რა შემეშვათ ბატონო დიტო არა მოდი რა სხვა თემაზე გადავიდეთ არ გვინდა ეცით ერთი რამეა სხვა თემაზე კი არ გადავიდეთ არა მაქვს მე არის პრეტენზია არ არის ეს სხვა თემა ერთი წამი ბატონო დიტო ერთ მე ძალიან არ შეამოვნებს ამ გადაცემის წამყვანა სიმართლე რო გითხრა მაგრამ არ მოინახა საქართველოში საეთერო დრო დაეთმოს იმ პრობლემებს რომლებზეც მე ლაპარაკობ მე თქვენ გონია მე ჩემს საქმეს იურისპრუდენციას ბავშვები ვწყდები იმიტომ რომ საქართველოს ტელესივრცეში არ არის ტელევიზია და არ არის გადაცემა რომელიც იმ საკითხებს ეთმობა ისევე არის ხა ჩვენ ვალდებული ის კი არა გვარ გვინდა არ გვინდა ჩვენ ვალდებული ვართ სამშობლოს ვემსახუროთ ხო და მე ახლა იცით რა არის
მე მინდა რომ ყველა ბატონი დიტოსნაირი ადამიანები არათუ რაღაცა ესე დაჩაგრულები იყვნენ, არამედ იყვნენ აღზევებულები რაღაცა პოზიციებზე, რომლებშიც მომავალი თაობა გაიზრდება. ესე იგი, ეხლა მე ეხლა გეტყვით ერთ-ერთი კაცი შეიყვანეს პარლამენტში დეპუტატად, ყოფილი ეს რექტორი არის უნივერსიტეტის, ესე იგი, რომელმაც გაძეძგა უნივერსიტეტი ნაცებით. ლექტორები იქნება, მოწვეული პროფესორები იქნება. ესე იგი, ბავშვები რო დადიან ამ უნივერსიტეტში, დღეს ეუნება ლექტორები, რომ წადითო თქვენო აქციებზეო და ესე რუსეთის გინება ხო მიდის ავტომატურად რა თქმა უნდა და თან ეს ნაციონალების ხება დიდება. ბიჭო, ვერ გავიგეთ, ზოგჯერ ფიქრობ რა, ღმერთო რჯულო რა, მანდამეთ ნაციონალები უნდა ვიყოთ თანამდებობებზე და რაღაცეებზე. მაგრამ არ ვერ გავიგე რა. ესე იგი, ბოდიში და იმისი არ იყოს, რა ქვია, იმ დღეს იაფარულაო რო გამოვიდა და 8-ჯერ გათხოვდიო. ესე იგი, ვერ გავიგე. ესე იგი, აუცილებელია ქვეყანაში არ უნდა იყოს ბოზი, არ უნდა იყოს, ესე იგი, ნაციონალი, არ უნდა იყოს, ესე იგი, ყველაფერი ჯიბიდან გავარდილი, რომ ვიღაცა პატივი ქცეს, ესე იგი, ვერ გავიგე თუ რა ხდება. იაფარულაო ქალია და გათხოვდეს, კაცო, კიდე გათხოვდება, ეგ მოასწრებს 1-8-ჯერ გათხოვებას კიდე მოასწრებს ეგ უკაცრავად და ისეთ რას გონზია რას ლაპარაკობ თან ეხა გდანში გადაინაცვლა და გდანში ხო მაგრამ აი ხო დადის იქ რაღაცებს ხო ლექციებს მე ვიცი გდანში რაღაც მაგრამ თელუბედურება ის არის რომ გათხოვილი კაცები რო დაეპატრონენ ამ ბავშვების სულს დაეპატრონენ გათხოვილი კაცები ესე იგი მე წეღან საღლაბუცოთ არ მithქვამს ვირფასო მეგობრებო ქვეყანა არის უმძიმესი გამოწვევების წინაშე კი მაგრამ განათლების სამინისტროს პირჯვარი გადაგსახათ უკუღმა ვინმე რომ ესე იგი მაინცა და მაინც წეღან თქვი და ვიმეორებ რომ ადეიშვილის მრჩეველი უნდა იყოს აუცილებლად კაცო განათლების მინისტრი ჩამოვთვლი შეხედეთ ახლა კანალიზატორი კახალომაია ციხეების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ეს კონჩიტების პრინცესა ნიკუტა გვარამია ეს საერთო მოხმარ სააკაშვილების და მისი ძმების საერთო მოხმარების კალი რა გვარია ისა კაცო ხატია დეკანოიძე დეკანოიძე იყო მინისტრი როგორ არის იყო განათლების მინისტრი იყო ხატია დეკანოიძე ესე იგი აი მე არ ვიცი ახლა კიდე მეტი ვინღა უნდა დავასახელო ერთი ჯეჯელავა მოიყვანეს და გეუბნები ბავშვების სკოლაში როგორ შევიდოთ ტელევიზორში რო გამოჩნდა კაცი ბავშვი კი არა პირველ კლასელები ჯღავილით გამორბოდნენ სკოლიდან შეეშიდა კაცი გავდა დევს გეუბნები და მე თქვა თან რომ ვაშლი უნდა გაჭამოთო და ეგეთი არაფერი მინახავს გეუბნე მე კაცო ეს ჯეჯელავა მე ვნახე დასუსტებული მე უკვე ვნახე დასუსტებული ადამიანს გავდა მაგრამ იქ რო დანიშნეს მინისტრად მაშინ გავდა არა ადამიანს დევს და თქვენ დალოცულებო თუ მაინცა და მაინც ეს ჯეჯელავა გინდოდა ჯერ დაგესუსტებინათ და მე დაგენიშნათ კახი კავსაძისა და ბერტა ხაფავასი არ იყოს ჯერ კარგად გამოგეგლოებინა შენი ქმარიო და მერეო ისა რა ქვია ხო და აი ეგეთი რაღაცები ანუ ეს სფერო ახლა მე მაქვს შეხება იცი თქვენ რომ ამ სფეროში მოღვაწეობ და მე მაქვს შეხება და ვიცი რომ ეს არის უდიდესი ექსპერიმენტების და საშინელი იმედგაცრუებების სფერო საშინელი ეს იჩენს თავს უკვე თავი აქვს ნაჩენი მაგრამ თქვენ ნახავთ 10-15 წლის შემდეგ რა იქნება მოდის თაობა რომელსაც წარმოდგენა არ აქვს არაფერზე აბსოლუტურად არაფერი არ იციან არაფერი აი განათლება 0 ინტელექტი 0 არაფერი აი ეს რაღაც 1% ბჟუტავს მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა სრული სიბნელე, სრული სტილი, სრული დეგენერაცია არაფრის გაგებაში არ არიან. და ჩვენ რისთვის გვინდა საცოდავი მშობლები უცხოეთში რისთვის გვინდა ჩვენ ეს დამოუკიდებელი ხო და აი არ ვიცი რისთვის გვინდა ეს დამოუკიდებელი მე არ ვიცი განათლებას მივხედავთო და დანიშნეს ადეიშვილის მრჩეველი ხო და აი ეს გეუბნებით რომ ეს ტენდენცია არ ჩერდება შვილები მაინც არ გიყვართ ქვედალოცულობა არ ჩერდება მე არ ვიცი ეგეთი არაფერი მინახავს კაცო რა თელი აქციები რო იყო პარლამენტის და მინისტრების შვილები აქციაზე მინისტრი აუცილებლად უნდა იყოს აი ხა რა ხდება ძალიან ბევრი ეხლა ამ აქციები აქვს თქვენ და ლისიც ავიღოთ ლისედაც ძალიან ბევრი ბავშვები იყვნენ რომლებიც
მისი მშობლები დღეს თანამდებობაზე მუშაობენ. აი მაგალითად ეხლა ჩვენთან ტექნიკური უნივერსიტეტი არის მათი მშობლები. ძალიან ბევრი. ტექნიკური უნივერსიტეტი სადაც მე მოღვაწეობ ეს. ეროვნული მუხტი ასე თუ ისე ბჟუტავს, მაგრამ დანარჩენი, აი ეხლა ჯაბა სამუშია დიდი პატივისცემით მე ეხლა ჩვენი ერთი დროის სტუდენტები. უნდა ჯავახიშვილში მას რაღაცების გაკეთება, მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებს. საკვანძე თანამდებობაზე ყველგან ნაცების ხედან. აი ეგ არის უბედურება. არიან ყველგან ეგ არის უბედურება. ეხლა ნახეთ, თქვენ თუ დააკვირდით ამ აქციებზე, როდესაც გამოდიოდნენ ეს პროფესორები რო გამოდიოდნენ ილიანიუსის და სხვა დანარჩენი ამ უნივერსიტეტების და ინსტიტუტების, ხო? როგორი ესე იგი იმით მიმართავდნენ საზოგადოებას ლობითი ტონით, ხო? აბსოლუტურად ყველანაირი ესე იგი კონტექსტიდან ამოვადნენ. ეხლა დადიან ბატონო ტრისთან ესე ჯგუფად ეს ბოდი სტუდენტები და შეურაცხყოფას აკეთებენ მინისტრებს, შეურაცხყოფას რა ხდება? ეს არის შექმნილი სპეციალურად. მარტო მინისტრებთან კი არა, ავტობუსებში, მეტროებში დადიან ჯგუფები დადიან, ჯგუფი ერთი გოგოა ყავს. ყველა ჯგუფს ყავს ერთი ადამიანი, ხელმძღვანელი გოგო, ხო, ლიდერი და კითხულობს ტექსტს, გაიგე? აი ეს არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, ხო? მე რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი მტერია, მეტროებში შემოდი, მე შევესწარი ამას პირადად, კაცო, ავტობუსებში, ქუჩებში, აი მეტი ხარ გადაადგილდები. როგორ დაგინახავენ, ეგრევე შემოგესევიან. ეგრევე ეს დაარყების შემოგესევიან და ისეთ საშინად რაღაცებს გესაუბრებიან და შემოგძახებენ და გლანძღავენ, რომ ადამიანს წყობიდან ეს არის თავისუფლების ეს არის მართული პროცესი. რა თქმა უნდა, ეს არის მართული. ფულს ღებულობენ ბატონო ტრისთან. ეს არის დაფინანსებული მართული პროცესი, რომლის საფუძველზეც აი ესეთ ქვეყანაში ქმნიან ქაოსს და ბავშვებს ურეცხავენ ტვინს. აი ეს ამ მდგომარეობაში ვარ ჩვენ დღეს და ამ მდგომარეობაშია დღეს საქართველოს და ბატონმა დიტომ რომ ახსენა განათლების სამინისტრო უნდა დაიშალოს თავიდან ბოლომდე, როგორც გააკეთა სააკაშვილმა. სააკაშვილმა რა გააკეთა რომ მოვიდა ხელისუფლებაში. მთლიანად დაშალა. არა, ამის გამოსწორება არ შეიძლება, ეს უნდა დაინგრეს და ახალი შეშენება. უნდა დაიშალოს მთლიანად ეს და არა, ყველაზე ცუდი რა არის, იცით აი ბოდიში, ყველაზე ცუდი კადრების პრობლემები გვაქვს. აი, ხო უნდა დაიშალოს მასწავლებლები სადა? პედაგოგიური ინსტიტუტი არ არსებობს. პედაგოგები არ აქვს, აი, ესენი ცოცხლით უნდა გამოყენოს. გაუქმეს პედაგოგიური ინსტიტუტი არ აქვს. ხო და პედაგოგები რა ვქნათ ეხლა რა საიდან მოვიყვანოთ ეხლა ეს პედაგოგები, აი ეგ არის პრობლემა, ისე გაღწდეს. ხო უნდა შეუშვა ბავშვებთან ისა. ვინ უნდა შეუშვა? მაინტერესებს ეხლა ერთი ილიაუში ვის არის, რა ქვია? ვაჩვენეთ კიდევაც რომ მოიზიდოთ, ესე იგი სტუდენტები. ხო, ქავთარაძე გაშიშვლებული არის. ესე იგი დღეს როგორი ტენდენცია? სპექტაკლებს დგავს თეატრები და რომ მოიზიდოს მაყურებელი, ესე იგი პირდაპირ სპლაშტოი სექსი მიდის პირდაპირ იმაში, რა ქვია? მე კინოში სექსი, ესე იგი უნივერსიტეტში რექტორი გახდილი მიდის. ეს არის აი კიდევ დაბიოების, ესე იგი ერთ-ერთი ნიმუში. არა შეიძლება კაცო რა უბედურება ეხა ვერ გავიგე პროფესორ მოწვეული ლექსიდი რა ქვია პროფესორები ყავთ უწვინოები სულელები ვინ რა უნდა ასწავლოს კაცო ვერ გავიგე შეიძლება ეხლა იმათ რა ქვია ერთი მარინაკანი რო არის კაცო ისა რა ქვია მთელი ტატუებით რა ის არის ალტესისა პროფესორი გესმით თქვენ ქალი რომელიც იძახის ბოდიში და რა ქვია რო ლაპარაკობს ასე გონი კანალიზაციის ბილი გასკდა მისტრობა იმაში პირში რა თქვენ თუ გახსოვთ სააკაშვილის დროს 2000-ის პედაგოგი რო ჩამოიყვანეს ვითომ ამერიკაში ერთად ფლეჩერი იყო ისინი არ იყვნენ პედაგოგები არც ერთი ისინი იყვნენ ინსტრუქტორები და მათმა დაატრეინინგეს სწორედ ის პედაგოგები და ეს პროფესორები რომლებიც დღეს ზრდიან ჩვენ იმას ბავშვებს ჩვენი ბავშვები არიან კაცო ესენი და ჩვენი შვილები და ჩვენი შვილიშვილები არიან აი სწორედ ის სპეცსამსახურების აგენტები იყო სულ ვინ ჩამოიყვანა სააკაშვილო თავის დროზე და მოავლინა საქართველოში. მეორე მათგანი სხვათაშორის ბატონოსტრისთან იყო არასწორი სექსუალური ორიენტაციის მქონე. კი ბატონო, მათ შორის ფლეჩერი, რომელმაც იქ ძალიან ბინჯური ფოტოები რა არის მე თავიდანვე უდებენ სპეციალურად იყო შერჩეული. რა თქმა უნდა. აი მე ამ ყველაფრის ფონზე რა სამშობლოს დაცვაზეა ხალხო საუბარი და საერთოდ რა ოჯახებზეა საუბარი. ისეთი კოდი იდება, გენეტიკური კოდი იდება, რომ ბავშვს არც ოჯახი უნდა, არც მამა უნდა, არც დედა უნდა. ნახეთ, აი მე მაყურებელს მინდა მივმართო. მე ხო კარგად ვიცით ყველა ოჯახში რა ხდება, იმიტომ რომ მე ადვოკატი ვარ და მომართავენ ადამიანები და ოჯახები ინგრევა, კაცო, ისე რომ აი არ ვიცი, ის ტრადიციები, ის ქართველობა, რითაც ვამაყობდი, უკვე წაშალეს ამათმა რა. აი, რო ხო დაგწინოდნენ ქართველობას გვართებევე, ხო წაგვართვეს, დიდი ხანია ქართველობა, უკვე სირცხვილად ითვლება 17 წლის გოგო ქალიშვილი რო იყოს. სირცხვილად ითვლება სამშობლო სადღეგრძელო როდალიოს ახალგაზრდა სუფრაზე სირცხვილად ითვლება ის რომ
ახალგაზრდა რაღაცა გამოწყობილი იყოს და რაღაც ნორმალური ტალისამოსი ეცვეს და არ იყოს გახტილი და ჩახტილი. სირცხვილად ითვლება ის, რომ ადამიანს ნორმალური აზროვნება ჰქონდეს. სირცხვილად ითვლება ის, რომ ადამიანს სამშობლო უყვარდეს და არ უყვარდეს მაგალითად რაღაცა ეს გეი პროპაგანდისტული გადმონაშთები. აი ეს უკვე სირცხვილად ითვლება უკვე საქართველოში. და ამიტომაც არის წართმეული გვაქვს უკვე ქართველობა და მეცაც გეტყვი, საქართველო არის მკვდარი. და როგორც ლაზარე აღადგინა უფალმა, აი ესე ღმერთი თუ აღადგეს ამ ქვეყანას, თორე მე არ ვიცი რა ეშველება ამ საქართველოს. ამის გარდა ბატონო ნიკოლოზ, ნახეთ ახლა ამბობ და ვიზახით და ხელისუფლებაც ამას იზახის, რომ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ძმებიო, აფხაზები და ოსები. ვის რა თქმა შენი? სადმოა ერთით მითხარით აფხაზი და ოსი, როცა ამას ხედავს. ლისისტბაზე რა წხდებოდა? ამას ხედავს აფხაზი და ოსი, კაცო და მოვა აფხაზი და ნუ ისინი აფსუები არიან, მაგრამ არა, გინდა, შენ რას გინდა ის დაათქვი, ხო? ჩვენ ხო ესე იგი გვაქვს ის ხედვები და ის მიმართულება, რომ ჩვენ როგორ უნდა დავიბრუნოთ ეს ადამიანები, ხო? როგორ უნდა დავიბრუნოთ? მე არ დავიბრუნოთ, ხალხი გაქცევაზეა, ვინ რა დაბრუნებაზეა საუბარი. უნდა ამ მდგომარეობაში დაბრუნება მათ? კი ბატონო, მოდით ახლა ჩვენ ამ თემით დავაშლოთ ეს დღევანდელი ჩვენი ეთერი და მე ვფიქრობ, რომ თუ რამე არ შეიცვალა, მართლაც კატასტროფის წინაშე ვართ. დიდი მადლობა, დიდო ჩუბინიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ისტორიკოს პუბლიცისტი, გენერალ-მაიორი ბატონი ტრისტა წითელაშვილი და მე ამით თქვენი მონამორჩილი დაგემშვიდობებით. მომავალ ესე იგი ჩვენ გვექნება ხვალ გადაცემა უკვე 9 საათზე და კლავაც ტრადიციულად საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ.